და EFES საქართველოს ტყეების აღდგენა განაშენიანების მიზნით მუშაობას აგრძელებს. კომპანიასა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიმდინარე წელს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 25,000-ზე მეტი ხე დაირღვება. ეს ყველაფერი კი პროგრამის ტყის მეგობრის ნაწილია, სადაც EFES საქართველოსა და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მემორანდუმსა და მოხალისეობრივ პროგრამაზე უფრო მეტს შევიტყობთ სიუჟეტიდან. ზრუნვა, მონიტორინგი და შენარჩუნება. ეს ის პრინციპებია, რომელთა დაცვამ საქართველოს ტყეების აღდგენას უზრუნველყოფს. ამ მიზნით ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დააარსა პროგრამა ტყის მეგობარი, რომელშიც EFES საქართველო პირველივე დღიდან არის ჩართული. ამჯერად სააგენტოსა და EFES საქართველოს შორის მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ლუდი EFES Special სააგენტოსთან თანამშრომლობით განაგრძობს საქართველოს ტყეებზე ზრუნვას და 2025 წელს მცხეთის სატყეო უბნის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის 3000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის აღდგენა განაშენიანებას შეუდგება. პროექტის მიხედვით დაირღვება 25,000-ზე მეტი ხე, აღდგება ეკოსისტემა და დედაქალაქთან ახლოს შეიქმნება ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცე. ხელი მოვაწერეთ ეროვნული სატყეო სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ეს არის მორიგი მემორანდუმი, ჩვენ თანამშრომლობთ 2023 წლიდან. თანამშრომლობა ეხება საქართველოს ტყეების მოვლა-პატრონობას, აღდგენას, დარგვას და ზოგადად ეკოსისტემის განვითარებას. დღევანდელი მემორანდუმით ასევე ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ გავაგრძელებთ კომუნიკაციას მომხმარებელთან. ჩვენთვის ეს არის ეგრეთ წოდებული ღირებულებითი, ასე ვთქვათ, დატვირთვის მქონე საქმიანობა, რადგანაც ეს მთლიანად ხვედრაშია EFES საქართველოს ხედვასთან, როგორც გარემოს დაცვასთან მიმართებაში, ასევე ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების საქმეში. ტყის მეგობარი მოხალისეობრივი პროგრამაა. EFES Special-ის ლუდის შეფუთვაზე დატანილი QR კოდის სკანირებით მომხმარებელს აქვს საშუალება გაეცნოს ტყეზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას და გახდეს ტყის მეგობარი. ჩემთვის პროფესიულადაც და როგორც მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენც ადამიანები ვართ ეკოსისტემის ნაწილი და ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანია, რომელიც ბიზნეს საქმიანობას ეწევა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ზრუნავს გარემოზე, ამ შემთხვევაში საუბარია ტყეზე. კარგი იქნება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს მონაწილეობა გარემოს დაცვის საქმიანობაში, იქნება ეს ცხოველებზე ზრუნვა თუ სიმწვანის შენარჩუნება და EFES საქართველო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ პროექტში. EFES საქართველო პირველი კომპანიაა, რომელიც 2023 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ შექმნილ პროგრამაში ჩაერთო. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ბრენდმა თიანეთის სატყეო უბნის სიმონიანთხევის კვარტალში მდებარე 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე ზრუნვა და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები ამავე წელს დაიწყო. კომპანიის თანამშრომლებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად 36,000 ხე დარგეს. ტყის მეგობარი მოხალისეობრივი პლატფორმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით და ჩვენი პარტნიორების ხარდაჭერით 2023 წელს დაფუძნდა. მოხარულები ვართ, რომ იმ წლიდანვე გვყავდა ჩვენ პირველ პარტნიორად EFES საქართველო, რომლის ხარდაჭერითაც უკვე განხორციელდა ერთი ტყის აღდგენის პროექტი და უფრო მეტად გვახარებს ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ტყის მეგობარი, როგორც მოხალისეობრივი პლატფორმა, არ გულისხმობს მხოლოდ ტყის აღდგენის ნერგების დარგვის სამუშაოებს. აქ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ როგორც მოხალისედ სამუშაო ძალის სახით, ასევე დავაფინანსოთ, დონაცია გავაკეთოთ რომელიმე კონკრეტული ტყის აღდგენის პროექტის, თუმცა აქ არ მთავრდება საქმე ნებისმიერი საქმიანობა, როგორც არის დასუფთავება, ბილიკების მოვლა შეკეთება, რომელიც ტყეში გვხვდება, ესეც შეიძლება იყოს განუყოფელი ნაწილი. EFES საქართველოს საქმიანობა მოტივაციას აძლევს ბიზნესებსა თუ კერძო პირებს, გახდნენ ტყის მეგობარი და აიღონ პასუხისმგებლობა იმ გარემოზე, სადაც ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ EFES საქართველო პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივ ვადიან მოვლაზეც იზრუნებს.